ზეამაღლობელი უკვე 16 დღეა შიმშილობს. ვითხოვთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის განხუთვნებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობა და მხარდაჭერა ზეამაღლობელ თავისუფლებას ინდისის ყველა პატიმარს. შიმშილის 16 დღე და ერთიანი კრიტიკული მედია. ჩვენი კოლეგამ ზეამაღლობელი ციხეში შეყვანის პირველივე წუთიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. ზეას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითი დღე მძიმდება. ჟურნალისტი ვიდეომეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში იმყოფება და მის მდგომარეობას პენიტენციური დაწესებულების ექიმები აკონტროლებენ. დღეს მქონდა შეხვედრა ზეამაღლობელთან, მისი შიმშილობის დაახლოებით მე-16 დღე არის. მინდა აღნიშნო, რომ ვიზუალურად ნორმალურად გამოიყურება, არის ადეკვატური, შეუძლია საუბარი, კომუნიკაცია, ინფორმაციის მოწოდება. როგორც მან მითხრა, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მაგრამ ამ სამედიცინო ზედამხედველობაში არ იგულისხმება რაიმე სამედიცინო გამოკვლევები, ეს არის მინიმალური, ასე ვთქვათ, შემოწმება წნევის, მისი გულის პულსის და არის მონიტორინგის ქვეშ. ადვოკატის მონახულებამდე ზეამაღლობელი ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მედიკოსმა მოინახულა. ლევან იოსელიანი ამტკიცებს, რომ 16 დღიანი შიმშილობის ფონზე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არადა ზეამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა იმ მიზეზით, რომ მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს. ჟურნალისტის თანხმობით დღეს ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჟურნალისტს ჩაქრიანი დიაბეტი აქვს და ამ ფონზე შიმშილობა კიდევ უფრო სახიფათოა. გარდა ამისა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი დაკავების შემდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბათუმის პოლიციის უფროსისგან ირაკლი დგებუაძისგან არაერთხელ გახდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებსაც ვამხელ მისი თანხმობით, რა თქმა უნდა, ისე ამას არ გავაკეთებდი და არ შეიძლება მან განსაკუთრებით ნერვული აღელვების დროს წყალი არ მიიღოს. დგებუაძის მითითებით მას 1 საათის განმავლობაში არ მისცეს წყალი. შეგნებულად და ხაზგასმულად პირდაპირ მან უთხრა პოლიციელებს, რომ არ მიუტანოთ წყალი და ამის შემდეგ მან მოითხოვა ბოდიში თქვენთან დეტალისტვის საპირფარეშოში გასვლა და 4 საათი მას არ უშოდნენ საპირფარეშოში. ეს ყველაფერი იძლევა წამების და არაადამიანური მოპყრობის დასრულებულ შემადგენლობას. როგორია ზეამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ კითხვაზე ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტის მეგობრებსა და კოლეგებს პასუხი არ გასცა. სამინისტროს დაგეგმილი ღონისძიებიდან მიხეილ სარჯველაძე დროზე ადრე პროტესტის ფონზე გაიქცა. მან მხოლოდ რამდენიმე წუთით მოახერხა დახურულ დარბაზში ექიმებთან შეხვედრა. ზეას ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც ძალაუფლება და რესურსები აქვს, რას აკეთებს? რას უნდა უთხოვდეს? სარჯველაძე ზეამაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობას დავით არ გაქვთ ინფორმაცია. რას აკეთებთ? რუსული რეჟიმის ყვეს. სავარაუდოდ, იმიტომ რომ არც იცის და არც აინტერესებთ. ყველამ ვიცით, რომ ზეამაღლობელი ჩვენი კოლეგა არის რუსული რეჟიმის მძევალი და ამ მძევალს ისინი გაწირავენ ბოლომდე, თუ ჩვენ გარეთ ჯერ კიდევ თავისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა და თავისუფალმა ჟურნალისტებმა არ მოითხოვეთ მისი რუსული რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებთ კოლეგები, რომ ზეა იყოს თავისუფალი და მზეა სიცოცხლე საფრთხე არ დაემუქროს. ჯანდაცვისა და იუსტიციის ოცნების მინისტრებს ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთხელ ჩაუტარებია ბრიფინგი ზეამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ დრომდე უცნობია ქრონიკული დაავადების ფონზე ჟურნალისტი იღებს თუ არა მედიკამენტებს, ან როგორ ამოწმებენ და აფასებენ პენიტენციური დაწესებულების ექიმები მის მდგომარეობას. ნებისმიერი მოქალაქისთვის 15-16 დღე შიმშილის საყურადღებო და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. განსაკუთრებით კი იმ პაციენტისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, განმარტავენ ენდოკრინოლოგები. მედიკოსები საუბრობენ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა შიმშილი ადამიანს შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს. მე-14 დღეს უკვე იწყება ელექტროლიტური დისბალანსი, ანუ ისეთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტების დეფიციტი ორგანიზმში, როგორიც არის მაგალითად კალიუმი, რომელიც განაპირობებს ზოგადად ჩონჩხის კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა აქვს გულის კუნთზე, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი ტიპის არითმია, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს ლეტალური გამოსავლით, ანუ სიკვდილით. როდესაც 18% არის საშუალო წონის კლებასაწყისი წონიდან
უკვე სამედიცინო გართულებებს უნდა ველოდოთ და როდესაც სადღაც მესამედი ან 30% არის საწყისი წონიდან კლება, უნდა ველოდოთ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს. ამ წუთას 15-16 დღე შიმშილობა არის სახიფათო მდგომარეობა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა რეჟიმთან საბრძოლველად აირჩია, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნების შექმნელმა სისტემამ მას სხვა გზა არ დაუტოვა. მზია ახლა ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმარია, მას სისტემა სისხლის სამართლის კოდექსით ძევნის. ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ერთი სილის გაწვრის გამო, მაშინ როდესაც ჟურნალისტებზე თავდამსხმელები თითქმის არასოდეს ისჯებიან, არც მაშინ, როცა დანაშაულს ძალოვანი უწყების თანამშრომელი ჩადის.